საქართველოში არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა. ჩვენ თვლით, რომ სახელმწიფო რაღაცა წახალისებას უნდა ახდენდეს მრავალშვილიანი ოჯახების და ეგ წახალისება უნდა იყოს რაღაც მატერიალური. არ ვიცი, დავუშვათ მესამე ბავშვზე იქნება თუ მეოთხე ბავშვზე. დავუშვათ არის თბილისის მუნიციპალიტეტი, ხო? ანუ თბილისი არ არის მარტო ვერავაკე, უზარმაზარი ტერიტორია კიდე ქალაქის გარშემო და არსებობს მიწის ფონდი, რომელიც ახლა არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ხო? მესამე ბავშვზე იქნება თუ მეოთხე ბავშვზე. ოჯახს რომ მიწის ნაკვეთი გადაეცეს ისეთ ადგილას, სადაც მოზომილი იქნება და ბევრი იქნება კიდე ეგეთი, ანუ რაღაც ახალი დასახლებები გაჩნდეს, სადაც სახელმწიფო მიწას აძლევს იმისთვის, რომ ამ ხალხმა მერე იქ სახლი აიშენოს, ანუ საცხოვრებელი სივრცე გაჩნდეს მათთვის. ეგეთი პროგრამა რო არსებობდეს, არა მარტო თბილისში, რავი, რეგიონებშიც და იქაც ჩვენი ხალხი თუ შევა საკრებულოებში, ეგეთი ინიციატივებს დააყენებს, ხო? ეგ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვან რაღაცად. ანუ საქართველოში შობადობა არის კატასტროფულ ნიშნულზე. უფრო მეტი ადამიანი კოდება საქართველოში, ვიდრე იბადება. და სახელმწიფო უნდა მაგაზე ზრუნავდეს. ამიტომ ეგეთი ინიციატივა ჩვენ გვექნება. კონსერვატორების საქართველოსთვის